მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ბათუმში ისევ ვიკრიბებიან საპროტესტო აქციაზე. ეს 177 საღამოა, როცა მოქალაქეები ისევ გამოდიან აქციაზე. ტრადიციული შეკრების ადგილას საჯარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღეს სახელტრანსპარენტებით მოვიდნენ აქციის მონაწილეები. თქვენ ხედავთ გზავნილებს სოლიდარობა კერენს და მარიამს, ასევე ხალხის ჩაგროზე ვინაგებს პასუხს. ეს მარიამ ქაჯაია აქტივისტი, რომელსაც ასეთი პლაკატი მოუხდებია დღეისთვის. საუბარია ამ შემთხვევაში დღეს კონკრეტული გზავნილი აქვს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ზუგდიდში აქტივისტები დააჯარიმეს იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ შეხვედრა ირეკლის ზარქუასთან და ირეკლის ზარქუა დედავება იმას, რომ მათ დღეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სწორედ ამ მუხლით გაასამართლეს იმ ახალი მუხლით, რომელიც ქართული ოცნების პირობებში, არალეგიტიმური პარლამენტის პირობებში შეცვალა პარლამენტმა, ამ ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა და გახადა შესაძლებელი ის, რომ პოლიტიკოსი როცა იტყვი რაიმე საყვედურს, ეს ჩათვლის, რომ ეს იყო შეურაცხყოფა მისთვის, შეიძლება ამის გამო გაგასამართლონ და გაგაჯარიმონ კიდეც. მოდი გავისაუბროთ აქტივისტებს მათი ამ გზავნილების შესახებ. მოძალადე რეჟიმს ზრდილობით ვერ შეაჩერებ. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გითხარით თქვენი ამ გზავნილის შესახებ. რატო მოგიდათ ამის გაჟღერება თქვენ კონკრეტულად? მოკლედ სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი კომენტარებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით და უმეტესწილად მართალია ტროლების მიერ, მაგრამ ვისაც ჯერა რომ ეს მესიჯები იმსახურებს გაზიარებას და ნამდვილად მართებულია და ასაღი აზრის მატარებელია, იმათვის გვინდოდა გვეთქვა ასეთი რამ, რომ მაშინ როცა რეჟიმი ჩვენზე ყოველდღიურად ძალადობს, მაშინ როცა არ გვაკლებენ არც გინებას, არც წამებას, არც ფულს და განსაკუთრებულად სასტიკად ექცევიან ქალ აქტივისტებს ამ ქვეყანაში ავიწყოებენ და ადისკრიმინირებენ. ამის ფონზე მაშინაც კი როცა ადამიანი აფექტურ მდგომარეობაშია იმის გამო, რომ მას ფიქსება შეულახეს, შეადინეს, შეაფურთეს და ტელეფონი დაუმტვიეს, საზოგადოების მიერ მოთხოვნა რაღაცა შეინარჩუნოს ამ აფექტში ზრდილობა და იყოს ეთიკური ყველა სიტუაციაში, მაშინ როცა ის განრისხებულია იმ ყველა უსამართლობის გამო, რის წინაშეც აღმოჩნდა, მგონია რომ არის ამის გაზიარება და ამაზე დაჯერება და ამ ფორმით გაგრძელება, ვთქვათ, პროტესტის არის თვით ცენზურის მატარებელი და მგონია რომ არაფრით არ გამოირჩევა იმ მორჩილებისაგან, რა მორჩილებაშიც იმყოფება ადამიანების გარკვეული ნაწილი ამ ქვეყანაში. ამიტომ დიახ, როცა ჩვენ გაბრაზებულები ვართ, დიახ, როცა ჩვენ თავს გვესმიან, დიახ, როცა ჩვენ გვავიწროვებენ, დიახ, როცა ჩვენ განსაკუთრებით სისასტიკით გვექცევიან იმის გარომ, რომ ხალები ვართ, დიახ, ჩვენ როცა გვაფურთხებენ, თქვენ ფიქრობთ, რომ ოცნების განსაკუთრებული სამიზნეა ხალები და ხალი აქტივისტები? ფაქტებით ჩანს, რომ მართლაც უფრო მეტად აკავებენ ხალ აქტივისტებს, აჯერიმებენ. რატომ შეიძლება ეს იყოს ოცნების სამიზნე? კიდევაც, იმიტომ რომ ქალების პროტესტი ძალიან ხმამაღალია, ქალები ძალიან კაფიოდ და ამბობენ სათქმელს, კაფიო კონტურებს ავლებენ ისინი და დაუმორჩილებლობის ძალიან დიდ მასშტაბს აჩვენებენ. ჩემი დაკვირვებითაც და ალბათ ანუ ქალების დაშისგზით ცდილობს ახლა ოცნების რეჟიმი, რომ პროტესტი ჩაახშეს ქვეყანაში? ქალების დემონიზაცია, მაგალითად, რომ მათ სახეები დაკარგეს, ქალები აღარ არიან, ან პოლიციელების ფრაზები იყო კონკრეტულად, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ხო, მოგვისმენია კონკრეტულ ვიდეოებში, როგორ მიმართავდნენ პოლიციელები ქალ აქტივისტებს. გოგონას, რომელიც ბანერით იდგა, ეძახდა, რომ წადი შვილო, სავსე ოჯახს მიხედე და ეს არის ნამდვილად სექსისტური განცხადება, ეს არის ნამდვილად მიზოგენური განცხადება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღესაც ფიქრობს, რომ ქალის საქმე მხოლოდ და მხოლოდ სახლში ყოფნა და ოჯახის მოვლა. მაშინ როცა ქალები უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში ძალიან
ეს ასე იყო ყოველთვის ისტორიულად. უბრალოდ პატრიარქალური სისტემა მუდმივად ცდილობდა და ცდილობს ამ კვალის საშლას და ჩვენ არ ვიცი, ალბათ იმიტომ ქვია ადამიანები, რომ გარდა იმისა, რომ ვიღებდეთ და ვაანალიზებდეთ იმას, რასაც ვღებულობთ და რასაც გვეუბნებიან, ასევე უნდა ყოველთვის კონდეს ეჭვი, რა იმალება ფარდის უკან და ხომ არ არის რაიმე დაფარული, რისი ცოდნაც საჭირო არის ჩემთვის, რომ ნამდვილად მესმოდეს როგორია საერთოდ სოციალური ურთიერთობები ამ ქვეყანაში და როგორი ბრძოლები აქვს გამოვლილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და რა წვლილი შეუტანიათ მათ საზოგადოების კეთილდღეობაში. დიდი მადლობა, ეს იყო მეგი თქვენი გვარში. ბელა უკაცრავად, ბელა შანავა. მასუს თქვენ მოდ მარიამ ქაჯაიას მოусმინოთ აქტივისტს, რომელიც მუშაობს აი ამ გზავნილზე ტრანსპარენტზე ხალხის ჩაგვრაზე, ვინ აგებს პასუხს. ასე მარიამ ქაჯაიას შეკითხვა, ვისთან გაქვთ ეს შეკითხვა და რაც აჩვენებს თქვენთვის დღევანდელი ამბავი ზუგდიდში, როცა აქტივისტები დააჯარიმეს იმის გამო, რომ თითქოს მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ირაკლი ზარფხოს. როცა უკვე ამ სტადიაში ვარ, ჩვენ როცა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააპატიმრეს იმის გამო, რომ ის წულუკიანის სხდომაზე არ მივიდა, ამის გამო დააპატიმრეს ადამიანი და სხდომაზე არ მივიდა და როცა აქტივისტებს აჯერიმებენ იმის გამო, რომ თითქოს მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და დისკომფორტი შეუქმნეს არალეგიტიმური ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წარმომადგენელს. აი ახლა ეგ რო იწერია ვინ აგებს პასუხს ხალხის ჩაგვრაზეს რიტორიკული კითხვა არის, იმიტომ რომ პასუხი მე ვიცი, ვინც უნდა აგოს იმან, ვინც ჩაგვრას ახორციელებს, ხო, ვინც ხალხს ტოვებს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ დღეს ვყავლობთ საკუთარ თავს, როგორშიც ჩვენ დღეს ვართ. კერენის და მარიამის და სხვა ზუგდიდელი ძვირფასი ადამიანების მიმართ რეჟიმის ასეთი მიქცევა და მათ წინააღმდეგ პოლიციური რეჟიმის გამოყენება არის ძალიან დიდი უსამართლობა. თან რისთვის ან რა არის ამის შინაარსი, ხო? ჯერ ჯარიმების უზარმაზარი კასკადია, მე ადამიანს, რომელიც მარტო ხელად და უყადაღებენ ანგარიშებს. ანუ როცა შუშუმუ დედა ყავს ასევე აქტივისტს, ხო, კერენს შუშუმუ დედის მომვლელი ადამიანია და ამ ისინი ორივე დაკავებულები ყავდა რეჟიმს, არ დაგვამწყდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ რუსებს უნდათ ყველა და ყველაფერი გაჩუნდეს. ანუ ის რომ ჩაგრავენ, ის რომ ჩვენი ჩაგვით შეულობენ მილიონებს, ის რომ უკვე აღარაფრად აღარ გვაგდებენ, ეს აქამდე ვიცოდით. ადრე ლაპარაკი მაინც შეგვეძლო ამ უსამართლობაზე, ახლა პირდაპირ ლაპარაკისთვის, იმის გაჟღერებისთვის, რომ წინააღმდეგები ვართ იმ ყველაფრის, რასაც ვიკეთებ, რომ ხედავთ, რასაც აკეთებთ, ხედავთ თქვენს დანაშაულებრივ ქმედებებს, ახლა უკვე ამისთვის სჯიან ადამიანებს. არ ვიცი რა შეიძლება სხვა ითქვას იმაზე მეტი, აი ხლა ამ ჩემს რიტორიკულ კითხვას რო დავუბრუნდე, ჩემთვის არის რიტორიკული, თორე თუ ადრესატი არის ამ კითხვის ადამიანები, რომლებიც როგორც თქვენ წინა რესპონდენტი ამბობდა, კიცხავენ ჩვენს ძვირფას ადამიანებს ზუგდიდის წინააღმდეგობიდან იმისთვის, რომ აი რატო უწევთ წინააღმდეგობას, როგორ შეიძლება რაღაცა უწმეტური სიტყვით, ანუ ესეც თუ არ გავაკეთეთ, ანუ თუ საერთოდ თავზე ნაჩარს წავიღეთ, თუ პირში წყალს დავიგუბებთ ყველა ძალადობაზე, რასაც ჩვენზე ახორციელებენ, რა შეიძლება ვინმეს ცხოვრება უკეთესი გახდება? ან როგორ შეიძლება სიტყვების გამო, თუნდაც უწმეტური სიტყვა იყოს, ამისთვის კიცხავ. აი რაღაცას ეძახი, თან არლეგიტიმური ხელისუფლების არმაგებს, რომელიც მიიტაცა ძალაუფლება ქვეყანაში. სასამართლო სისტემას აკავებდა მაშინ, როდესაც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულება, მათ მიერ ჩადენილი წამება, მათ მიერ ჩადენილი შევიწროება, მათ შორის სექსუალური შევიწროება, უქარა, სიცოცხლის მოსწრების მოხარა იქნება გაუპატიურების თუ ასე შემდეგ, მათ მიერ წარქმეული თავისუფლებები და უფლებები, მათ მიერ
დაღუპული ქვეყანა, ანუ რუსებს ოკუპანტებს გადაცემული ჩვენი წიაღისეული, ჩვენი ხალხი დაპატიმრებული, ჩვენი მშრომელები, ღირსება აკრილები, ამ ყველაფერზე თვალი დახვიჭო. და პირდაპირ რუსული ინსტრუქციებით როცა მოქმედებს მთავრობა და მის რუპორად არის ქცეული, ხო? სამართალს ითხოვდე ჩაგრულისგან, აჩუმებდე ჩაგრულს და არაფერს ამბობდე ჩაგრულზე. სად არის აქ ლოგიკა? სად არის აქ თანმიმდევრულობა? სად არის საერთოდ აზროვნება? დიდი მადლობა, ეს მარიამ ქაჯაია იყო აქტივისტი, თქვენ მას უსმენდით. როგორც გითხარით, ზუგდიდში დააჯარიმეს აქტივისტები იმის გამო, რომ მათ შუსუს ვერსიით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით თითქოს მიაყენეს შეურაცხყოფა ირაკლი ზარქველას, არლეგიტიმური პარლამენტის დეპუტატს. დღეს ასე ხდებოდა სხვა მნიშვნელოვანი ძალიან საინტერესო და საყურადღებო ამბები, თუ როგორც ცდილობს, რომ დაასუსტოს დემოკრატია და ხელი შეუშალოს ამისთვის პირველ რიგში ჟურნალისტებს გააჩუმოს თავისუფალი მედია და მათ არ მისცეს საშუალება, რომ გაახმაურონ ფაქტები და მიიტანონ სიმართლე ადამიანებამდე, საზოგადოებამდე. ამის ყველაზე ხელშესახები და ახალი ფაქტი დღეს დაფიქსირდა ხელვაჩაურის საკრებულოს შემთხვევაში, სადაც ჟურნალისტი სულხან მესხიძე გამოეძევეს სხდომათა დარბაზიდან, მასზე იძალადეს შეუშალეს პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელი და გამოეძევეს სხდომათა დარბაზიდან. მე ხედავ სულხანს ამ საპროტესტო აქციას და ვეცდები მასთანაც გასაუბრებას, მანამდე კი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებისგან მოვისმენ ამ ფაქტზე მოსაზრებას, რას ფიქრობენ ისინი. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ სულხან მესხიძის დღევანდელი ამბავი, რას აჩვენებს თქვენთვის, როცა გამოაძევეს პრაქტიკულად ჟურნალისტის სხდომათა დარბაზიდან, რომელიც მივიდა იქ ამბის გასაშუქებლად, ასევე იძალადეს მასზე და შეუშალეს ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. როდესაც დაუსჯელობის სინდრომი არის ქვეყანაში, ბუნებრივია, რომ ეს კიდე ცოცხალი რო არის, საერთოდ სულხანია ციხეში რო არის ის. კიდე ალბათ მოსალოცად. ციხეშიც არიან ჟურნალისტები, ხო? ეგ მზია ამაღლობელი, ხო? მანამდე არ ქონია ჩემს გავშეთქო, როცა ქალი ჟურნალისტი მით უმეტეს ყოფილიყო ციხეში. ხედავენ ერთ მხარეს, მაგალითად ამ შემთხვევაშიც რომ მზიამ გაარტყა, მაგრამ მანამდე რაც ხდებოდა, ეს არ აინტერესებს. და სხვა ადამიანებმა ვინც ეს ნახეთ როგორ აფუძებდნენ, აგინებდნენ და ჯერ მანამდე კიდე ათასობით ადამიანები ფეხით გადაუარა, ანუ ეს რაღაცები არამის არ აინტერესებს. თავარი არის რომ პოლიციელს ლოყა გაუწით და ოღონდ არ ვიცი რეალურად რის გამო. სულხანის შემთხვევაც ფაქტიურად იგივე არის, არ გამიკვირდება მის საწინააღმდეგოდ რაღაცები რომ მოიფიქრონ, დაწერონ, გაავრცელონ და ასე შემდეგ. ანუ არ აინტერესებს ადამიანებს საერთოდ და თქვა კიდევაც საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს ვერსიის სახით ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომის ჩაშლა უნდოდაო. და ამიტომაც მოხდა ეს ინციდენტი. და უბრალებიათ. მადლობა, ეს კეთი გოგიტიძე იყო. მოდი თავად სულხანისგან მოვისმინოთ ამბავი რა ხდებოდა დღეს ხელვაჩაურის საკრებულოში. სახელმწიფოებისა სულხან შეგიძლია რომ მოგვიყვეთ დღეს რა ხდებოდა ხელვაჩაურის საკრებულოში. ჩვენც კი მოუყვებით კითხვას რომ იქ იყო შემთხვევა როცა შენ მიხვედი ამის გასაშუქებლად, აჭარა ტაიმსი და მისი წარმომადგენელი სულხან მესხიძე მარტო მუშაობს ეს სულხანი მთელი ეს პერიოდი, რამდენიმე თვე ხო, რამდენი ხანია უკვე ასე. ერთ წელზე მეტია უკვე ეს გამოცემა ახლა მარტო დამოუკიდებლად მუშაობს სულხანი და აშუქებს მიმდინარე პროცესებს და დღეს იყავი მისული ხელვაჩაურის საკრებულოში. იქ შენ შეგიშალეს ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, იძალადეს როგორც ვიცი და გამოგაძევეს, ხო? რა ხდებოდა უფრო კონკრეტულად რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს? ეხლა ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მივედი იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მოქალაქეები ვერ ახერხებენ იმას, რომ საკრებულოს სხდომას დაესწრონ. და ეს ყველაფერი გამოიხატება იმაში, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო შიდა დარბაზ, სადაც მოქალაქეებისთვის, ასევე მედიისთვის არის განკუთვნილი ადგილები, მერიის თანამშრომლებით ავსებს ხელოვნურად. ანუ სპეციალურად შეყავს ეს ხალხი, ხო? სპეციალურად და მე თქვას რომ აი ადგილი არ არის დარბაზში და ხო როგორ დაესწრები? ერთ წელზე მეტია, თუმცა ადგილიც რომ არ იყოს, კანონის თანახმად აქვს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, რომ თუნდაც ღია სივრცეში ჩაატაროს, იმიტომ რომ მან უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობა და საჯაროობა. ამასაც არ აკეთებს და ჩართულობა მოქალაქეების პოზიციები გაიგოს. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მოქალაქე ცდილობს ერთ წელზე მეტია ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომას დაესწროს, მისი შესაძლებლობაც მათ არ გააჩნიათ და სწორედ ამიტომ ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ მე გადავწყვიტე, რომ მეჩვენებინე კადრში თუ რა ხდებოდა საკრებულოს სხდომაზე. როდესაც მივედი ნახევარი საათი ადრე ხელვაჩაურის საკრებულოში, დაცვის სამსახურმა არ ამიშვა
სხდომათა დარბაზში. პასუხი არ არის კითხავდა, რატომ? ან ვერ შეგიშვებთო? არა, ვერა ჯერ, მაგრამ პასუხი არ არის, რატომ? არ არის განმარტება. ველოდე უსასრულოდ ამ პასუხს განმარტებას, სადღაც 2 წუთი აკლა 12 საკრებულოს სხდომის დაწყებამდე და ამიშვენს. შევედი საკრებულოს სხდომაზე და ზუსტად ვხედავ ასეთ სურათს. ჩემთვისაც კი არ არის ადგილი, ასე ვთქვათ, ყველა სივრცე ადგილი შევსებული არის, ადამიანები ფეხზე დგანან და ანუ მოცულობითად არიან ადამიანები და ანუ ზუსტად ის, რასაც ადამიანები ეჭვობენ, მოქალაქეები რომ სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს, მე კითხვები დავხვი. ამ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ვკითხე, რის გამო იმყოფებოდნენ საკრებულოს სხდომაზე, ხის წესრიგი თუ იციან, რა საკითხები განიხილება, ასევე სამუშაო საათებში ახლა რატომ არ იმყოფებიან კაბინეტებში და მოქალაქეებს სერვისებზე რატომ არ მიუწვდებათ ხელი. ალბათ დაგიდასტუროს რომ აპარატის წარმომადგენლები იყვნენ, სამსახურებს წარმოადგენდნენ და არ იყვნენ მოქალაქეები. მერიის წარმომადგენლები იყვნენ სოფლებიდან და მათ შორის იყვნენ სამსახურების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები. მათ ჩემს კითხვებზე პასუხი არ ქონდა და პასუხის ნაცვლად დაიწყო აგრესია. მოულოდნელად როცა ვიღებდი ვიღაც ჩამაფრინდა ასე ვთქვათ ხელებში, ჯერ დამარტყეს, მერე ასე უცებ ამიტაცეს ხელში და გამომართლეს და გამომიყვანეს. ეს ერთი პირი თუ რამდენიმე პირი? რამდენიმე პირი და მე იმდენად ეს წამიერად მოხდა, რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ერთ ადამიანს დაუპირისპირდა მთელი სისტემა, რამდენიმე ადამიანი დაილაშქრა. გეუბნებოდნენ ისინი ამ დროს რამეს, რას ამბობდნენ? არა, არ ხარ საჭირო აქ. ინტრიგანი ხარ, უნდა გახვიდე და გამომაგდეს გარეთ. ვინ ვართო, რამე თქვა ეს გამომაგდეს ვინ? არ ამბობენ, როგორც ყოველთვის, არაფერს არ ამბობენ, თუნდაც ის რომ მოდიან და ასე მხრით გეიმაშვებიან, გარტყამენ, გაგდებენ და თვითონ ეს ჩვეულებრივი ამბავი არის. ანუ ამ დროს უკვე დაწყებული იყო საკრებულოს სხდომა? არ იყო დაწყებული, საკრებულოს სხდომა არ იყო დაწყებული, უკვე შევედი. ანუ როცა ვაჩვენებდი მე ამ უკანონობას, გამომაგდეს გარეთ და გამომიყვანეს. გარეთ ეს დაინახეს საკრებულოს წევრებმა, ამ დროს ისინი იყვნენ, მათ შორის თავმჯდომარეც იქ იყო როგორც ვიცი, ხო? იყო და დაინახა ეს ყველაფერი, გადაც რეაგირება მას არ ქონია. როცა უკვე გამომაგდეს გარეთ, ჩამიკეტეს კარები და კარებზე ხელს აჭერს დაცვის სამსახური და არ მიშვებს. ანუ ჩემი ხმა არავის ესმის. ერთადერთი რაც მე მოვიმოქმედე იმ შემთხვევაში, გავაკეთე ის, რომ კამერა ჩავრთე ხელახლა და კარებზე ვაკაკუნებდი და ამ კაკუნით ვცდილობდი მე თქვენს რომ არ ტყამდენო, მაგრამ ამის ვიდეო არსებობს, მე ვაკაკუნებდი და ამ ფორმით მე ვცდილობდი, რომ მათთვის შემექმნა უხერხულობა და საკრებულოს სამმჯდომარეს რაიმე ემოქმედა. მოქმედება გამოიხატა იმაში, სადღაც 2 წუთის შემდგომ, რომ კარები გააღეს, მაგრამ ამ კარებში ჩადგა 2 პირი და მეუბნებიან აქედან უყურე. ანუ გარესიუსთან მეუბნებიან უყურე საკრებულოს სხდომას. საკმაოდ კომიკური სიტუაცია შეიქმნა და ანუ კიდევ მე გავაკეთე ის, რომ ხმამაღლა საკრებულოს სამმჯდომარეს მიმართავ ბატონო თენგის, მე მეზღუდება კანონით ეს მოვალეობა რომ განვახორციელო, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. იქნებ რეაგირება მოახდინოთ, მანამდე თქვენ ხედავდით რომ ჩემზე როგორ ძალადობდნენ. ანუ შემიშვეს. ამ ჩემმა ხმამაღალმა კითხვება გამოიწვია ის, რომ შემიშვეს და კიდევ ერთხელ რამდენიმე კითხე, რომ თქვენ როცა დაინახეთ, რომ ჩემზე ძალადობდნენ და კანონით მე შემეზღუდა აქ გადაადგილება და პროფესიული მოვალეობის შესრულება, თქვენ რა გააკეთეთ? და მისი რეაქცია იყო ის, რომ ანიშნა რომ გაიყვანეთ. და ისე მოულოდნელად მეცა 2 ადამიანი ამ შემთხვევაში იყვნენ დაცვის თანამშრომლები და გამაგდეს, ანუ თრევით გამიყვანეს. ამ დროს არის მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას, ფიზიკური ძალადობა იყო, ეს კადრები ხო, ანუ რაღაც ნაწილი ამ ანუ გამოწევაში და დაპირისპირებაში მობილური გაითიშა, მაგრამ კადრების დიდი რაოდენობის ასახვა, ანუ დამახსოვრება შევძელი და ეს გამოვაქვეყნა უკვე და იქაც ჩანს. რა კადრების გადარჩენა შევძელი, რომ იქ არის აშკარა როგორც ფიზიკური ანგარიშწორება, ასევე პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა. ანუ ცუდი მომენტი ის არის, რომ ძალიან არაჰიგიენური დამოკიდებულებით გამოირჩევიან ადამიანები, ჩინოვნიკები მოდიან ძალიან ახლოს სახესთან, პირთან, ხმამაღლა საუბრობენ და ანუ ვიწევი და კიდე მოდიან და ანუ ამით პირად სივრცესაც კი მირღვევენ. ეს პირები ვინც თავიდან გამოხატეს აგრესია თქვენს მიმართ, ესენი ნამდვილად იყვნენ საჯარო მოხელეები, ხო არ უთქვამთ რა ვინც ვიდეოში, რომ მე ვარ მერის წარმომადგენელი მაჭახლის ხეობიდან და ვიხარ შენ მეუბნება და ლამაზად მოიქეცი, ჭკუით მოიქეცი მეუბნება. და კითხვა არ დასვა მეუბნება ამას.
და ქადგილს თქვენ მიმართეთ პოლიციას ან სხვა მიმართა პოლიციას? იმ შემთხვევაში არ მიმართე, იმიტომ რომ რახან დაძაბული სიტუაცია იყო, ერთადერთი რაც გავაკეთე, კადრები შევინარჩუნე და უსაფრთხო ტერიტორიაზე წამოვედი სახლში მოკლედ, იმიტომ რომ ჩემთვის უსაფრთხო არ იყო ის გარემო. შემდგომ უკვე მე რაც გავაკეთე, იურისტთან გავიარე კონსულტაცია, ცხელხაზე დავრეკე სახალხო დამცველთან და ვთხოვე რომ თავისი მანდატის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე, დავრეკე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში და ვითხოვე რომ დაფიქსირდეს ეს შეტყობინება ეს ორგანო უნდა იძიებდეს წესით ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენენ სავარაუდო დანაშაულებს, თუმცა აუქმებენ ამ უწყებასაც და უერთებენ ახლა პროკურორს. მაგრამ ისწავლობა რომ დაფიქსირდეს, რომ ნახოთ რა ტიპის რეაგირება ეს. დაფიქსირეს ქვეყნის შემთხვევა დაიწყო რაიმე გამოძიება თუ იცი? დაფიქსირეს და დამიკავშირდებიან. დავრეკე 112-ში და პოლიციასაც შევატყობინე და პოლიციამ მითხრა რომ სად ხართ რომ მოვიდეთ და გნახოთ და ვეუბნები ვარ აჭარის მთავრობასთან. ველოდები ჯერჯერობით არავინ არ. ეს ანუ ახლა დაგირეკეს? არა, მე რამდენი დაახლოებით 1 საათის წინ დავურეკე პოლიციას და მითხრეს რომ სად ხართ, მითხარით რომ მოვიდეს პოლიციელი და გამოკითხოს და მოისმინოს შენგან ინფორმაცია. უთხარი სადაც ვიყავი 1 საათზე მეტია ველოდები ჯერჯერობით პოლიციელები არ გამოჩენილან. ხო, როგორ ფიქრობ, ეს რაღაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერება აგრესიის და წახალისებულია თავად ოცნებისგან, არ ლეგიტიმური ხელისუფლებისგან აგრესია ჟურნალისტებზე, რაც უკვე გამოხატავენ საჯარო მოხელეები. მეც მახსოვს რამდენიმე ერთი თუ ორი თვეა გასული, მას შემდეგ რაც არ შემიშვეს ბათუმის მერიაში სხდომაზე. არ იყო პირდაპირ რაღაცა იძულება რომ გამოვიყვანე, არ შემიშვეს პრაქტიკულად შენობაში და ეს იყო პირველი შემთხვევა შემთხვევაში, როცა საჯარო სხდომაზე არ დამიშვეს. შემთხვევაში უკვე ის არის რომ ფიზიკურადაც იძალადეს და გამოგაძებეს სხდომა დარბაზიდან, ხო? ეს დღევანდელი ფაქტი იყო, აი ყოველგვარი უცოდინრობის გამოვლენა, ასე ვთქვათ, ადამიანები საკრებულო სხდომაზე არ გიშვებენ და ამ ყველაფერს აქვს რაღაცა უმართავი პროცესი, აგრესია, შეურაცხყოფა. რამოდენიმე მეკითხე, ეს არის ცალკეული საჯარო მოხელეების მიდგომა თუ წახალისებულია ეს ქართული ოცნების ლიდერშიპისგან და ორგანიზებულია სისტემურია უკვე ეს. ქართული ოცნებისგან წახალისებული ამას მტკიცება არ ჭირდება, ამის კადრები არის, ამაზე გვესაუბრებიან ჩინოვნიკები, ხო? ჩვენი თელმა ქვეყანამ ნახა ის რომ დეპუტატი, უბრალოდ მინისტრმა თიაწულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი გამოართვა ხელში, შემდგომ პირდადე მოიხსნა და ირონიული სახით შეხედა ჟურნალისტს. ჩვენ ხო ვნახეთ ეს ამ დანაშაულზე არ მომხდარა რეაგირება და დაბალი რგოლის წვრილმანი სარაკე ჩინოვნიკები თავს ყველაფრის უფლებას მიცემენ, იმიტომ რომ ეს არის წახალისებული, ეს არის ნორმალიზებული და ასეთია მართვის სისტემა, რომ ვინც განსხვავებულ კითხვას სვამს, ვინც მტკივნეულ კითხვას სვამს, ის უნდა ჩაქოლო, იმას უნდა შეაფურთხო, იმას უნდა შეუქმნა პრობლემა, რომ თავის პროფესიაზე თქვას უარი. კი, მათი ამოცანა რომ ჩაახშონ ყველა არხი, საიდანაც ისმის ეს პროტესტის ხმა, ხო? კი, და განსაკუთრებული აგრესია ჩვენსა და თქვენზე არის და ამის არაერთი ფაქტი ხონდა, თუნდაც ოცნების ქალაქში იყო ყველაზე რთული მომენტი, სადაც თქვენც იყავით, იქ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ჩვენი უსაფრთხოება უკვე აღარ იყო უზრუნველყოფილი და ჩვენ წამოვედი. და პირდაპირ ჩანდა რომ ოცნებისგან იყო მართული ეს ორგანიზებული მათი პარტიული აქტივისგან და პოლიციელებს და პოლიცია არ რეაგირებდა, კი ბატონო. პოლიციას არ ქონდა რეაგირება და ჩემთვის მე ვამბობ ყველა ეთერში ვამბობ ამას უკვე თითქმის 1 წელია თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს მე სახლიდან აღარ გამოვდივარ იმდენად მტრული გარემოა მე მეშინია რომ ვიღაცამ ფიზიკური დაზიანება არ მომაყენოს თუმცა არის საკითხები რომელიც საჭიროებს ველზე გასვლას თუნდაც თქვა საკრებულო სხდომაზე თუ არ მიხვედი შეუძლებელია დისტანციურად გააკეთო მასალა. ამიტომ ეს ერთ-ერთი გამონაკლისი იყო. ასეთი თვეში რამდენიმე არის, საიდანაც უმეტეს შემთხვევაში არის აგრესია და მტრული დამოკიდებულება. დიდი მადლობა, ეს უხალმესხიძე იყო აჭარა ტაიმსი, გამოცემა აჭარა ტაიმსის ჟურნალისტი და დამფუძნებელი. მოდი თედო ზოიძეს მოვუსმინოთ. თედო, მოგესალმებით. თედო ზოიძე არის სტუდენტი, ახალგაზრდა აქტივისტი, რომელმაც დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა ახალგაზრდული ძალა, რამდენიმე დღის წინ სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ხო? მოდი მოგიყვებით თქვენი ახალი მოძრაობის შესახებ, რა არის თქვენი ამოცანა? მოგესალმებით, პირველ რიგში სულხან სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ცუდი ფაქტია ზოგადად, რომ ჟურნალისტებს არ შეუძლიათ თავისუფალ გარემოში
გააშუქონ მოვლენები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა დღეს, რაზეც აუცილებლად უნდა ამოიღონ ხმა შესაბამისმა პირებმა. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის პრეზენტაციაც გქონდა რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდებით აკომპლექტებული პოლიტიკური მოძრაობა, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ ველზე იყო ნაკლებობა ახალგაზრდების, ახალგაზრდა ლიდერების, ის ახალგაზრდების სინამდვილეში, რომლებიც ამ პროტესტის და ამ პროცესის წინახაზზე იყვნენ, თუმცა ამ პოლიტიკურ პროცესში აქტიურად არ იყვნენ ჩართული, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროცესშიც ყოფილიყვნენ ჩართულები. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ გაგვეკეთებინა ისეთი პლატფორმა, რომელიც მისცემდა თითოეულ იმ ახალგაზრდას შესაძლებლობას, რომ ჩართულიყო ამ პლატფორმის მეშვეობით პოლიტიკურ პროცესებში. ვრჩებით, ბუნებრივია პროტესტშიც, მათ შორის ანუ რა პლატფორმა იქნება ეს, ანუ რა შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის? ჩვენ აქამდე ვხედავთ ძალიან ბევრი ახალგაზრდას ამ საპროტესტო აქციაზე, მათ შორის ბევრი უკვე აღარ ჩანს ამ აქციაზე, პირიქით არჩევს მათ ხო, რა ვიცი, გაჩერება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც სამომავლოდ ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ და პოლიტიკურ განაცხადს აკეთებ, ბუნებრივია გაქვს პოლიტიკური ამბიცია და სურვილი იმის, რომ განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა, შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური პარტია, ეს იყოს სხვადასხვა სახის მოძრაობა თუ ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იყოს პლატფორმა, სადაც არიან სრულიად ახალგაზრდები, არ ექნებათ იმის კომპლექსი, ვიცით, რომ არსებობს კომპლექსები ამმართულებით, რომ უჭირთ კონკრეტულ პოლიტიკოსების გვერდით დგომა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ის პლატფორმა, სადაც არიან სრულიად ახალგაზრდები, ამ პროცესში ასე ჩაერთონ. ამიტომ მნიშვნელოვანია. თქვენ არ ხართ დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არა, ამ წუთას ჩვენ არ ვართ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან კოორდინაციაში, თუმცა ამაზე ვთქვი ის, რომ თუ პოლიტიკური პროცესი წავა ისე ჩვენს ქვეყანაში, რომ საერთო მიზნის გარშემო საჭირო გახდება ის, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული ერთიანობა, ჩვენ არ გვაქვს საერთოდ იმის კომპლექსი, რომ ვინმეს გვერდით ვიდგეთ რა, იმიტომ რომ როდესაც ებრძვი რუსულ რეჟიმს, რომელიც ხედავთ რა მდგომარეობა შექმნა დღეს ქვეყანაში, უკვე ყველაფერზე მიდიან და არაფერზე არ იხევენ, უკან მათ შორის პოლიტიკოსებს იჭერენ, ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან, არხებს, სხვადასხვა ტელევიზიას, ასევე იჭერენ, ჟურნალისტიც ყავს ციხეში მზიამაღლობელი, ერთადერთი ქალი პოლიტიკური პარტიარი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდეს ოპოზიცია. ჩვენ ვართ ამის მომხრე, ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც გადაწყვეტს იმას, რომ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდეს ოპოზიციური პარტიები, სხვადასხვა პოლიტიკოსები, არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ ვიდგე ამ პოლიტიკოსების გვერდით, პოლიტიკური პარტიების გვერდით, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში, რომელსაც ახლა ჩვენ ვართ, ჩემთვის თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლაში არის ჩემი თანამებრძოლი და საერთოდ არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ ვიღაცის გვერდით დავდგენ, ვიღაცის გვერდით არ დავდგენ. თუ ბრძოლაში ხარ, რომელიც სადაც არიან პოლიტიკური პარტიებიც, აქტივისტებიც, სხვადასხვა მოძრაობის წევრები, სტუდენტები და ასე შემდეგ, თითოეული ეს ადამიანი არის ჩვენი თანამებრძოლი. საინტერესო თქვენ დაკვირვება რა ხდება, რატომ თქვა დაიხია ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა უკან, შეიძლება ან არჩია ამ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში გაჩერება. ჩვენ ვიცით ჯენზი თაობამ რა შეძლო, ხო რუსულ კანონს პირველად სადა რომ მიიღო ქართულმა ოცნებამ, როგორ დაახევინა მან ოცნებას უკან. ამის მიზეზი არის რეალურად მარტივი, რომ ქართული ოცნება იმ რეპრესიებში, რომელსაც დღეს ყველანაირ მექანიზმს იყენებს, ხო, იმისთვის რომ რეალურად შეამციროს ქუჩაში ხალხის რაოდენობა, თუმცა ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება, ხო, როდესაც დაიწყება ხელახლა ის ტალღა, რომელიც იყო და ძალიან დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება, ასე ვთქვათ, ეს გამოვა ადამიანები ქუჩაში და ამის დიდი რა დაფიქრებთ რომ გამოვა ქუჩაში, რის გამო გამოვლენ თქვენი აზრით? იმიტომ რომ როდესაც რეალურად ჩვენ აღარ გვრჩება მოკავშირე, აღარ გვრჩებიან პარტნიორები, ასე ვთქვათ, რუსეთთან ასე უფრო ახლოდებით, ისე როგორც არასდროს, ამ დროს იჭერენ პოლიტიკოსებს, აგერ ახლა როგორც ჩანს უპირებენ სხვა პოლიტიკოსებსაც დაჭერას და საპრობილეში გამოკეტვას, ამიტომ ის რეპრესიები და ის ყველაფერი ჩართული აქვს, ხო, ამდენი სტრუქტურაში, რაგასაკვეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ დავალებად, ყველაფერი მუშაობს რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ. ხო, ეს ახალი ხომ არ არის, აქამდე რა ხდება, ანუ რას ელოდება თქვენ ეს იგივე ჯენზი თაობა. როგორ წარმოგიდგენთ, რომ იმ ფონზე, როდესაც ასე ვთქვათ, დაიხურა ფონდები, აღარ უხდიან ამ ახალგაზრდებს, ხო? მაშინ ამ ლოგიკით აღარ არსებობს იმის რესურსი, რომ ეს ახალგაზრდები გამოდენ ისე ქუჩაში, ან გამოდის რომ მათ აქვს შიში რომ არ დააჯარიმონ, თან საკმაოდ ძლიერი ჯარიმებია 500 ლარი. ნახავენ ბევრ ადამიანს, რომელიც დგას და არ უშინდება იმას და აი ის პროცესი დაიძრება, როდესაც უკვე ყველა მზად ვიქნებით იმ ჯარიმებისთვისაც, იმ რეპრესიებისთვის. რა შემთხვევაში დაიწყება ეს მოძრაობა? რა შემთხვევაში ხედავთ თქვენ რა იქნება ამის პირობა? როდესაც საზოგადოება შეთანხმდება იმაზე, რომ უკვე მზად არიან იმისთვის, რომ აქტიურად გამოვიდნენ ქუჩაში, მზად
არიან იმისთვის რომ აი ამ ჯარიმებსაც გაუძლონ ამ რეპრესიებსაც. აი ამას გეკითხები თქვენი აზრით რაზე ვერ ვთავხდებით ახლა და რა შეიძლება იყოს ის პირობა რაც შეიძლება შევთავაზოთ თქვენ იგივე ჯენზი თაობაც რომ ის ისევ გამოვიდეს ქუჩაში და ისევ მოსთხოვოს აი იგივე არ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და წავიდეს სახლში კი ბატონო ჩვენ ველოდებით მათ შორის საერთაშორისო წნეხს რომელსაც ველოდებით აქტიურად მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები გვიჭერენ ხარს და ესეც მუშაობს მათ შორის როდესაც დაინახავენ რომ ქვეყანა მოექცევა სრულ იზოლაციაში და რეალურად უკვე ექცევა ამ იზოლაციაში გარიყული ვართ ასე ვთქვათ ცივილ ანუ ეს შეიძლება კარგად არ ჩანს თქვენ ფიქრობ მე ვფიქრობ საკმარისად არ ჩანს იმისთვის რომ იმედენი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს იყოს საკმარისი იმისთვის რომ იძულებული გახდეს ხელისუფლება რომ წავიდეს იმ გათმობებზე რომელზეც უნდა წავიდეს თუმცა დარწმუნებული ვარ რომ პოლიტიკური პატიმრების მალე იქნებიან თავისუფალი ხელახალი არჩევნების თარიღი ძალიან მალე გვეცნობა და ეს იქნება მას შემდეგ როდესაც ოპოზიციური პარტიები მოახერხებენ იმას რომ აი ამ ყველაფრის გარშემო გაერთიანდნენ და ერთი პარტია ერთს ამბობს და მეორე პარტია მეორეს ამბობს ამ რეჟიმში კი არ უნდა მუშაობდნენ ეს ოპოზიციური პარტიები უნდა მუშაობდნენ შეთანხმებულ რეჟიმში უნდა იყოს კოორდინაცია ნებისმიერი სახის და ახლა საერთოდ მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზეც საუბრობენ კონკრეტული პარტიები და საერთოდ აი სრული აბსურდია როდესაც არ მხრობით ამ იდეას აღარ უნდა მიიღონ მონაწილეობა პარტიებმა ამ არჩევნებში ამოცემლობით როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტია საუბრობდეს თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლაზე მას შორისაც ხავს პოლიტიკური პატიმრები მას შორისაც გაგვიყალბეს არჩევნები და ადამიანები ამის გასაპროტესტებლად არიან ქუჩაში რა ლოგიკა დევს იმაში რომ თვითმმართველობის არჩევნებზე გავიდეს ოპოზიციური პარტია ამოცემლობით გულისხმობ თუ ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი გავიგეთ და პოლიტიკური პატიმრები გამოუშვეს რა თქმა უნდა ყველა მიიღებს მონაწილეობას მაგრამ მაშინ როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები ამბობენ იმას რომ ახლა არ გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე ვიღაც ამბობს იმას რომ გავდივართ საერთოდ რატომ არის სასაუბრო თემა დღევანდელ რეალობაში თვითმმართველობის არჩევნები ანუ ვის საინტერესებს საერთოდ რომელ მოქალაქეს საინტერესებს თვითმმართველობის არჩევნები მაშინ როდესაც აი ესეთ გარემოში ვცხოვრობთ ხო ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველამ გაითავისოს ის რომ ქართული ოცნების მიერ შემოგდებულ საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობს რომელიც სრულად არის ქართული ოცნების მიერ შემოგდებული იმისთვის რომ მოხდეს რაღაცა დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე ეს გამოვიდათ კარგად იმიტომ რომ ერთი პარტია ამბობს იმას რომ გადის ვიღაცები თავს იკავებენ და ეს სწორია და ვიღაცები ამბობენ კატეგორიულ უარს იმისგან რომ არ გადიან ამ არჩევნებზე ამიტომ უნდა მივეჩვიოთ იმას ყველა რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ იმ სიტყვას რომელსაც ვამბობთ რა აი დაიღალა ჩვენი საზოგადოება ამიტომ დაიღალა ჩვენი საზოგადოება როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოდის ამბობს ერთ დღეს ერთს მეორე დღეს ამბობს მეორეს ამით არის რეალურად ხალხი თქვენს თავაზობთ საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ იმას რომ არჩევნებზე მეკითხებით თუ რა აი ამ შემთხვევაში იგივე როცა ჩანს რომ ოპოზიციის როლი არის მინიმალური რომ ახლა ბრძოლის ველი არა თვითმმართველობის არჩევნები არამედ არის აქ თბილისში რუსთაველის გამზირზე და ბათუმში აქ თოვლ იმ ქალაქში სადაც არის საპროტესტო აქციები ყველაფერი არის ეს არგუმენტიც რომ ეს პროტესტი უნდა იყოს მიმართული იქეთკენ რომ რაც არის არჩევნები უკვე დანიშნული აი აქეთკენ მიიღოს მიმართული რომ ვერ გააყალბონ და რაღაც ყოველთვის დიდი ქალაქები მაინც წაიღოს ოპოზიციამ და ეს მაინც იყოს ოპოზიციის ხელში იმიტომ რომ იმ არჩევნების საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობა როგორც ჩანს ჯერჯერობით უახლოეს პერსპექტივაში არ ჩანს არგუმენტი რომ თბილისი რახან ამ პირობებში მოახერხა ოპოზიციამ რომ მოეგო გაყალბების პირობებში ხო ესეთი მასშტაბური გაყალბების პირობებში რომ გაემარჯვა ოპოზიციას ახლა რატო ვერ მოიგოს თვითმმართველობის არჩევნებზე მაგრამ როდესაც ქართულმა ოცნებამ დაინახა ის რომ წააგო თბილისში დამარცხდა რა თქმა უნდა მის რესურსს ძალიანად წაიღებს თბილისისკენ და რეგიონებში მას არ ჭირდება ბევრი მუშაობა მიმართულებით, იმიტომ რომ რეგიონებში ვიცით რომ ბევრი სოციალურად უცვლელი ადამიანის საჭირო მოხელეები ის რესურსი, რომელსაც იყენებს ყოველთვის ხელისუფლება სათავისად, ხო? ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა კალანდარიშვილის პირობებში ისევ გამოჟონილი ბიულეტენის პირობებში შეიძლება ეს მოთხოვნები გააქტიურდეს რომ შეიცვალოს არჩევნო აქტიურდება ადმინისტრაცია თუ საარჩევნო ადმინისტრაცია გააქტიურდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ ამ არჩევნებზე დაკვირვებას ჩატარებას და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ამ პირობებში ესეთ შეთანხმებებზე თუ მივედით რა თქმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყველამ და არ გამორიცხავთ მაშინ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახლა პროცესში და მე მგონია რომ მაისის ბოლომდე ივნისის შუა რიცხვებისთვის უკვე ბევრი რამ გვეცოდინება ბევრი პროცესი დაიძრება და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ იქამდე მივიდეთ ჯერ და შემდეგ უკვე იმ პროცესში შეიძლება უკვე დაიწყოს მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის პოლიტიკური პატიმრების საკითხზე მათ შორის ახალი არჩევნების დანიშნვის საკითხზე ამიტომ ჯერ ძალიან ადრე მგონია ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ძალიან არასწორია მათ შორის იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ანგარიშვალდებულება მათ შორის და ამიტომ უპასუხისმგებლობა მგონია საზოგადოების მიმართ ერთ დღეს ერთის თქმა მეორე დღეს მეორეს და ამას უნდა მიეჩვიოს ოპოზიციური ველი და
და დავამატებ რომ რახან ჩვენ დავაფუძნეთ პოლიტიკური მოძრაობა და ვთქვი ის რომ გავდიოდი რეგიონებში და ხვდებოდი მოსახლეობას ხვალ გვაქვს ჩვენ შეხვედრა ბათუმში ახალგაზრდებთან 26 მაისის ქუჩაზე ნომერ 31-ში შევხვდებით ახალგაზრდებს ვისაც აინტერესებს და სამომავლოდ ხედავს რომელ საათია შეხვედრა 4 საათს 16 საათს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირი შეუძლია რომ მომიდეს ამ შეხვედრაზე და ნებისმიერ მოქალაქისთვის არის ღია ჩვენი ყვალინდელი შეხვედრა ასაკი შეზღუდულია არა ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია ახალგაზრდებს ხვდებით უნებრივი ახალგაზრდული მოძრაობა თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც აქვს ჩვენთან კითხვები ჩვენ ვართ მზად იმისთვის რომ ნებისმიერ მოქალაქეს უპასუხოთ იმიტომ რომ მე გძნობ პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას თითოეული საქართველოს მოქალაქის მიმართ და ვარ ვალდებული რომ ვესაუბრო თითოეულ მათგანს და ჩემი გუნდის წევრებიც ასე ფიქრობენ ცხადია და ჩვენი გუნდი ამას გააკეთებს. მადლობა ეს თედეზოიძე იყო მოძრაობა ახალგაზრდული ძალა ამ მოძრაობის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში ვინც ახლა შემოვერთეთ ჩვენს პირდაპირ ეთერს მე გეტყვით რომ ეს არის გზავნილები რომელიც უკავშირდება დღეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას როდესაც ზუგდიდში დააჯარიმეს აქტივისტები იმის გამო რომ თითქოს მათ მიაყენეს შეურაცხყოფა ირაკლის არქუას ხალხის ჩაგვრაზე ვინ აგებს პასუხს ესეთი ერთ-ერთი შეკითხვა რომელიც გააჩნდა დღეს ამ საპროტესტო აქციაზე 177 საღამოა დღეს როცა იმართება საპროტესტო აქცია ბათუმში, თბილისში და არაყო დიდ ქალაქებში ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა და მოქალაქეების შემართება ძალიან თვალსაჩინოა. მოქალაქეები ამბობენ რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას და წინამდებობის გაჩერებას მაშინ როცა ქვეყნის გზა ევროპისკენ აქვს გადაკეტილი ქართულ ოცნებას რაც ნიშნავს პირდაპირ საფრთხის შექმნას ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ამ ვითარებაში მოქალაქეები ცალსახად ხედავენ იმის საჭიროებას რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და არ მიეცეს საშუალება შესაძლებლობა ივანიშვილს რომ დაამყაროს რუსული დიქტატურა ქვეყანაში. მოდი გიორგი კირთაძეს ხედავთ მე მინდა რომ მას გავესაუბრო მოგესალმებით ბატონო გიორგი ბათუმის პირდაპირ ეთერში რა შეგვიძლია თქვა დღეს მომხდარ ამბებზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კიდევ უფრო ხედავთ როგორ აქტიურდება პრინციპში ივანიშვილის ცდილობები რომ მან ჩაახშოს პროტესტი და დაამყაროს დიქტატურა ხო ქვეყანაში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს გუში დააპატიმრეს იმის გამო რომ ის ხდომაზე არ მივიდა ძალიან ისეთი შემთხვევა ხო პირდაპირ რომ გაჩვენებს დიქტატურის დამყარების წინაპირობას ან თუ უკვე არ არის დამყარებული ეს დიქტატურა და დღეს ხოლმე დააჯარიმეს ზუგდიდში აქტივისტები იმის გამო რომ თითქოს მათ მიაყენეს შეურაცხყოფა არლეგიტიმური პარლამენტის დეპუტატს არქუას. რა ეტაპზე ვართ? ივანიშვილი აგზელებს თავის რაღაცა გზას გეგმებს რაც მას ჰქონდა ივანიშვილს აქვს და რუსულ რეჟიმის გადაწყვეტილი რომ ძალადობით დაშინებით რეჟიმის რაღაცა ყველა თავისი იდეით ჩამოყალიბებით ჩაახშოს პროტესტი ამ ქვეყანაში და ასე შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება. ეს არის გასაგები და მეორე მხრივ არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და ესეთები ამ ქვეყანაში ვართ უმრავლესობა. ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი იყო ჯარიმად გავალდელის გუშინ ზურას დაკავებაც, ყვალდაზე ერთინიკას, შემდეგ მეორე ნიკას დაკავება, ალბათ სხვა ლიდერებისაც და ასე შემდეგ. ანუ ვისაც ვერ დააკავებს, ის სამართლის საქმეს აღზრავს და ნუ გირაოს ქვეშ მაინც ეყოლება. ანუ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას აპირებს ეს. ის რომ ესეთი რაღაცა უაზრო საბაბო. ანუ მას წარმოუდგენია რომ პროტესტი უნდა ჩაახშოს ქვეყანაში და ამას შეძლებს. ესე გააკეთა ლუკაშენკო, ხო თავის დროზე. დაიჭირა ან გააქცია ყველა აკრა ადამიანები ფიზიკური ლიკვიდაცია მოახდინა ვიღაცების ბოლოს და ჭირდა რუსული სპეცრაზმი შეიყვანა და ესე რაღაცა მოახდინა პროტესტის ჩახშობა. ივანიშვილსაც როგორც ჩანს ეს წარმოუდგენია რომ ეს არის გამოსავალი. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არ გამოვა. ჯერ განსხვავებული ქვეყნები ვართ ჩვენ და ბელარუსი და მე მჯერა რომ რა თქმა უნდა ივანიშვილს უნდა რომ ზუსტად იგივე გააკეთოს რაც გააკეთა იქ ლუკაშენკო, მაგრამ ის ამას აქ ვერ შეძლებს. მათ შორის ეხლა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ივანიშვილის ადმიკრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაში, რომ აი სამართალდამცველების მიმართ კრიტიკულად არის ყველას მიმართ ხალხი განწყობილი. მე არ ვიმაჩნია რომ ეს მათ შორის არის ესე, მე დარწმუნებული ვარ რომ მათ შორის სამართალდამცველ სტრუქტურაში უამრავი ადამიანი მუშაობს, ვინც რაღაც ეტაპის მერე ბიძინა ივანიშვილს არ გაყვება. ანუ მე არ მჯერა რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაცა გადამწყვეტ დროს, როცა ივანიშვილი გადაწყვეტს ისე დასაჯოს ქართველი ხალხი როგორც ეს გააკეთა ლუკაშენკომ, ქართული რაღაცა სამართალდამცველი სტრუქტურის ძირითადი ნაწილი ამის გამკეთებელი არის და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ერთია რას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ რა შედეგები მოყვება ამას? ის რომ ვერ დავასრულე ეგ ამბავი რომ ზურა ჯაფარიძეს და ეხა მელიას გვარამიას მამდე უფრო
იჭერს არაღიარებული პარლამენტის რაღაცა უკანონო კომისიაზე არ მისulis გამო. ეს ხო ხვდებით რა მასშტაბის რაღაცა უაზრობასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით ეს არის ისტერიის და მათ შორის შიშის გამოვლინება და არის შეცდომა და ამას აუცილებლად არ თქვენ ფიქრობთ რომ ეს სისუსტის გამოვლინება და არა სიძლიერის, რომ აი ჩემს ხელში ეძალობ, მე არაფერს არ გითმობთ. 117 დღე გავიდა პირიქით ყველას ვიჭერ, მათ შორის ჟურნალისტს, პოლიტიკოს. აი ზურა ჯაფარიძე შეაშინეს უკან დაიხია ქვეყნიდან და გაიქცა. ან რაღაცა ამან რაკნა რომ გაბრაზებული ადამიანები დღეს აქ ბათუმში ან რუსთაველზე არ გაიყვანან 26 მაისს. შეიძლება ივანის თვალში ჩანს ის რომ ხალხი დიდი რაოდენობით არ გამოდის ქუჩაში, რომ ეს ანგარიშნაცები იყოს ოცნებისთვის და ივანიშვილისთვის. ეს არაფერს არ გითხოვს. შეიძლება ვერ დაგეთაქვი განაცხადი არ გონია რომ ესეა მესმის რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში პროტესტი განშაული ადამიანების რაღაც ნაწილში შეეძლოა რომ რაღაც უიმედობა იყო, მაგრამ ყოველთვის უნდა აუხსნათ ჩვენ ერთმანეთს და მეორე მხრიდან დავანახოთ ეს მოცემულობა. რა ივანიშვილმა რას მიაღწია ამ დროში? პროტესტი გააჩერა ამ ქვეყანაში თუ ყველა კონკრეტულ თარიღში, როცა რაღაცა ბევრი რაოდენობის ადამიანის გამოსვლის საჭიროებაა, ეს ხალხი არ გამოდის. გვახსოვს ხო? 31 აგვისტოს შემდეგ 9 მაისი სოციალური მეორე ადამიანი 21 მარტი ხა იქნება 26 ის აქვია მაისი. ამის გაგრძელება კიდე რა იყო? ჩვენი თავარი სტრატეგიული პარტნიორი, ქართველი ხალხის თავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო ღვთივნის განცხადება, ხო? როცა ის ანტიამერიკულად, ანუ პრორუსად და რაღაცა ყველაზე უფრო რთული ფორმით მოიხსენიებს ივანიშვილს და ამბობს რომ რუბიოს განცხადებას და შესაბამის ქმედებები იქნება. ეგ ხო ძალიან ცხადყობს იმას რომ ბიძინა ივანიშვილის რაღაცა არ ვიცი მე უკან დახევამდე თუ წასვლამდე მართლა არ არის დიდ დრო დარჩენილი. მე არ მჯერა რომ მათ შორის ივანიშვილის მხარდამჭერებისთვისაც მისაღები იყოს ჩვენი ქვეყნის მთავარ მოკავშირედ ირანისა და რუსეთის გამოცხადება და მტრებად ვაშინგტონისა და ევროკავშირის. ანუ გამორიცხავთ იმ შესაძლებლობას რომ იყოს მესამე გზა, ვთქვათ ის რომ ივანიშვილმა მიაღწიოს პრაქტიკულად იმას, რომ დასავლეთმა ამასთან თანამშრომლობა არჩიოს ან წავიდეს ამ გარიგებაზე დემოკრატიის მიღმა, თუ კი ის პროტესტის ჩახშობა შეძლებს ქვეყანაში. ფაქტია რომ მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას აქვს რაღაცა კომუნიკაცია და კავშირები იმ ქვეყნებთან, რომელშიც მანდამაის დემოკრატიის ოაზისი არ არის. ხო, მაგრამ როგორც აზერბაიჯანი მაგალითად. სხვა სიტყვებით იქნა მოხსენიებული რუსული რეჟიმი, აქ პირდაპირ იქნა მოხსენიებული როგორც ანტიამერიკული მთავრობა და მე მგონია რომ ამ ყველაფერში განსხვავებას ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ანუ ეს განცხადება, რუბიოს განცხადება ნიშნავს, რომ ამერიკის ასე ვთქვათ რადარებზე არის უკვე საქართველოს და მისი ინტერესის ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ეს ნიშნავს ცალსახად და რატო არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? გვახსოვს ხო ივანიშვილი როგორ ამშვიდებდა თავიანთ მხარდამჭერებს, ეუბნებოდა რომ აი ამერიკაში ჩატარდება არჩევნები იქ რაღაც ბაიდენი მე ინაუგურაცია ხო 20 იანვარი მე 20 იანვარი და ჩვენ ყველაფერს დავალაგებ და ყველაფერი იქნება კარგად. რატო ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ამას? ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ მათ შორის იმ ხალხისთვისაც კი ვინ შემოხაზა ქართული ოცნება ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ მართლა ირანისკენ და რუსეთისკენ კი არ წავიდეთ. ევროპული კურსი შევინარჩუნოთ. აი ეს ემსხვევა ბიძინა ივანიშვილს და დაემსხვევა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ მოუწევს კიდევ ერთხელ უმეორებ მას აუცილებლად უკან დახევა. კიდევ ერთხელ და ბევრჯერ უნდა გავიმეორებ, წარმოუდგენელია საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნა იმაში, რომ ირანი და რუსეთი არის მოყვარე და ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არის მტერი, იმიტომ რომ ესე ისტორიის გადაწერა არ ხდება. თუ კი ვინმე ამ ქვეყანას ებრძოდა, ტერიტორიებს ართმევდა, მათ შორის ბოლოსაც უღიარად წაართვა ტერიტორიები, სამაჩაბლო აფხაზეთი და ასე შემდეგ, ეს არის რუსეთი და მისი მოკავშირე ირანი და სხვა ქვეყნები და მეორე მხრივ ჩვენ გვყავს რაღაცა ქვეყნები, რომლებთან დამსახურებითაც დამოუკიდებლობა გვაქვს დღემდე შენარჩუნებული და რა ვიცი დღემდე მოვედით, ხო საერთოდ ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიისკენ სწრაფვა და ასე შემდეგ. ამიტომ ესე ისტორიის გადაწერა არის წარმოუდგენელი. ხო, მაგრამ ძალაუფლება ხო მის ხელში ის არ თმობს ამ ძალაუფლებას, არც ჩამოეშალა პრინციპში ინარჩუნებს სახელმწიფო ვერტიკალს, ეხა იმ გზით თუ ამ გზით ფაქტია რომ ეხა ყველაფერი ჩემი აზრით ჯაბარი გაძლებაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის რწმენის შენარჩუნება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ბოლოში. და მეორე მხრივ უამრავ ადამიანს ქართული ოცნების მხარეს, ამ რუსული რეჟიმის მხარეს უკვე აქვს რწმენა, რომ ისინი ვერ ამარცხებენ ამ პროტესტს საქართველოში. ჩვენი რწმენის გაძლიერება და მათი რწმენის დასუსტება არის ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამისთვის ძალიან კარგი ის, რომ ბათუმშიც მათ შორის ყოველდღიურად აქციაზე გამოდის ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველი იკეტება ყოველდღიურად. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში რუსთაველის პარალელურად აქაც ბათუმში 26 მაისს უამრავი ადამიანი იქნება და ამ დღეს ყველანი ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველანი ერთად აღვნიშნავთ და აღვნიშნავთ განსაკუთრებით ის ხალხი, ვისაც
კარგად გვესმის ის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ბრძოლა მისი შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი და სიფხიზი. ხო, მაგრამ მშვიდობიანი აქციების გზით, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რა მოხდება, როგორ ხედავთ ამ უახლოეს პერსპექტივას? თქვენი სტრატეგია რა არის? რა შეიძლება არ თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან და მუდმივი წინააღმდეგობა მასთან. ეს არის მთავარი გეგმა ჩემი აზრით, რომელიც აუცილებლად მოედან შედის. არ დაღლა ჩვენი და პირიქით დაღლა ივანიშვილის რუსული მთავარი საყდარი პრინციპი ოპოზიციის მისამართის ის რომ არ აქვს სტრატეგია ოპოზიციას და დღის წესრიგს მაინც ადგენს ქართული ოცნება და მის არალეგიტიმური ხელისუფლება. რაღაც ნაწილში მოკლედ ობიექტურობა შეიცავს ეს მოსაზრებებიც სამწუხაროა რომ აქამდე მაგალითად პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ არაღიარებულ რეჟიმთან თანამშრომლობა იქნება ამ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა. რატო ეგრეთ წოდებულში? იმიტომ რომ ამას აღარ ჰქვია არჩევნები, ბიზნესმენებმა გააუღა ქვეყანაში არჩევნები, იმ წესებით, რაცესაც ის თავაზობს ახლა ადგილობრივ არჩევნებში შესვლას, ამას უბრალოდ არჩევნები აღარ ჰქვია. ამას მე ვამბობ ადამიანებს, რომელთაც ძალიან კარგად ვიცი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაც რაღაცა საკრებულოს თავმჯდომარეც იყავით ბათუმში და ზუსტად ვიცი რომ დემოკრატიისთვისაც და რა ვიცი ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა სხვა გამოწვევა გვაქვს. სად გავდივართ არჩევნებზე, თუ ზია ამაღლობელი სხვა პოლიტიკური პარტიები საპრობილეშია და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება ამ ქვეყანაში. მიტოვებთ მიტაცებულ რეჟიმს რუს კოცებს და რა ვშვებით ამითი ჩვენი არჩევნებზე მონაწილეობით ვაკეთებთ რაღაცა ფორმით ამის აღიარებას. აი ამ არგუმენტი მაინც არის ის რომ მაინც ვერ ანიშნინებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, ვერ ვანიშნინებთ. როგორ ვერ ვანიშნინებთ? ეს არის ჩანიშნული არჩევნები, ხო გათვალისწინებული კანონმდებლობა. ერთხელ ვამბობ, არ თანამშრომლობა და წინააღმდეგობა რამაც შედეგი უნდა მოიტანოს და თუ შენ ბიძინა ივანიშვილს ამ რაღაც არჩევნებად წოდებულ კრიმინალურ აქტში მიყვები, როგორ არის ეგ არ თანამშრომლობა? ეგ არის მთავარი პრინციპის დარღვევა. რა მოიტანა ამდენი ხის განმავლობაში შედეგი? ჩვენი ბრძოლის და არავინ ვითხრას, ეხლა რომ შედეგი არ აქვს ის რომ პრაქტიკულად არავინ ხელს არ ართმევს რუსულ რეჟიმს და 10 წამით გასაუბრებას რაღაც რომელიმე ევროპელ ლიდერთან დიდ მიღწევა თვლიან, ეს ბუნებრივია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ წინ ქართველი ხალხი, ის ხალხი, ვინც ამ ქვეყანაში უმრავლესობასაც წარმოადგენდა რუსულ რეჟიმსაც ვებრძვით, ხო? ის რომ არავინ აღიარებს მათ პარლამენტს მარტო დარჩნენ შეკეტილი ლამის პარტიულ ოფისათან, ხო, ქცეული და პარლამენტი ნამდვილად არ არის ეს. ანუ იზოლირებული ვერ დარჩება თქვენი აზრით, ვერ გაუძლებს იზოლაციონის პოლიტიკური იზოლაციას. თანამედროვე სამყაროში ივანიშვილი წარმოუდგენელია იმ გეოგრაფიულ მდებარეობაშიც კი სადაც ჩვენ ვართ, ბიზნეს ივანიშვილმა შეძლოს რომ შემოღობოს რაღაცა ჩვენი ქვეყნის დარჩენილი ნაწილი, რომელთასაც ის საქართველოს. შემოღობოს აი თავისი პარტნიორები, თქვა რუსეთი, ჩინეთი, ქვეყნები. არ გამოვა ესე, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების ძალიან დიდი უმრავლესობა არის ამის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მეორე მათ შორის ის ხალხი ვიზეც ერთი შეხედვით ჩვენ გონია რომ ის დგას და საჭირო დროს მე მჯერა რომ ეს გამოჩნდება. ოღონდ მანამდე ყველაფერი არის დამოკიდებული იმ აქტიურ ადამიანებზე, ვინც ამდენი თვის განმავლობაში უკვე ქუჩაში დგას 24 საათიან რეჟიმში. მათ არ უნდა შეწყვიტონ ბრძოლა, უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა. თუ საჭიროა ვაიძულოთ კიდეც, რა ვიცი, პოლიტიკური აქტორები რომ არის თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან, ვაიძულოთ არაბუნებრივეთობით არასდროს უნდა გავეკიდოთ, კარგად უნდა აუხსნათ ყველა რა მასშტაბის რისკებს შეიცავს ეს და აი ეს ყველაფერი მიგვიყვას იმ შედეგამდე, როცა მოუწევს ივანიშვილს უკან დახევა. ერთი მე საერთოდ მეცნია რომ ეხლა თან მოუწევს რომ დაჭერები იყო კომისიაზე მისვლის გამო, არ მისვლის გამო. კომისიაზე არ მისვლა, რა თქმა უნდა იყო სწორი, მაგრამ ყველა მოყურავდა და მე უსმინე გახარიას მისვლას კომისიაზე და თუ გახსოვთ ის მომენტი, როცა მელიას დაკავების საკითხი განიხილებოდა და საკმაოდ დიდხანს ამ კომისიაზე ძალიან კარგად გამოჩნდა გახარიასა და სულუკიანს შორის დებატების დროს და სხვებს შორის დებატების დროს რა მყიფე გახდა ხელისუფლება მაშინ როცა ნიკა მელიამ გადაადგა სამაჯური და როგორ ვერ უძლებდა ის კრიზისი და რა მასშტაბის ყევები ჰქონდათ მათ გუჩი. დარწმუნებული ვარ ეხლა ბევრად უფრო არ ეს. უბრალოდ წმენის არ დაკარგვა არის ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი. არ უნდა გავჩერდეთ. ანუ ეს არის მთავარი ფაქტორი, თქვენ ფიქრობთ რა მათ შეიძლება გადაარჩინოს დემოკრატია ხო კარგად ჯაბარღანიში. ბათუმში პრაქტიკულად არ არსებობს ნებისმიერ ტიპის დაწესებულებაში რომ შეხვიდეთ დღეს ხალხი გაბრაზებულია ბიზნეს ივანიშვილზე, ყველა გეუბნებათ რომ ძია არის პოლიტიკური პატიმარი და უდიდესი სირცხვილია. მაგრამ უმრავლესობა დუმის არჩევს, ხო ეხა ფაქტია ეს. გასაგებია უდიდესი სირცხვილია ის რომ ლოკის არტიკლების გამო ძია არის ციხეში და განწყობა ამ ხალხის, რავი, ყოველ შემთხვევაში მე ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ ბათუმში, ვგრძნობ თბილისში და აი ეგრე არის დარწმუნებული ვარ საქართველოს. მაგრამ თუ ეს არ გადაიქცა საპროტესტო ტალღაში, ხო? და რაც კონკრეტული მოთხოვნებით თუ გავუჩათ მან და თუ კი მუდმივად ისინი ილაპარაკებენ იმაზე, რომ კი ბატონო არ მოგწონს ქართული ოცნება, ჩვენ ხედავთ საფრთხეს ამ ქვეყანაში და ოპოზიციას არ გვივარგა რომ ვიღებდეს სხვა ავირჩიოთ. აი როგორ წარმოგიდგენთ, როცა არავინ გადის მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მე მჯერა რომ ამას მივახცევ. რას აკეთებს ბიზნეს ივანიშვილი?
აქ რაღაც მაგალითები ისმოდა, რომ ზვიად გამსახურდიან კომუნისტური მთავრობის მიერ გამოცხადებულ არჩევნებშიც კი მიიღო მონაწილეობა და ესე გაიმარჯვა. ოღონდ რაღაცა როგორც ჩანს, ისტორია კარგად არ ვიცი. ზვიად გამსახურდიან იმ არჩევნებში კი არ მიიღო მონაწილეობა, რომელიც თავიდან გამოუცხადა ამ რეჟიმმა. იქ მოხდა ბოიკოტი, ამის შემდეგ მოუწია რეჟიმს უკან დახევა და იმ ფორმით არჩევნების ჩატარება, რომელსაც იტყოდა ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ეროვნულმა მოძრაობამ გამარჯვება. ხო ამ არჩევნებში იგივე უნდა მოხდეს ახლა. იგივე რეჟიმთან ვარ ჩვენც ახლა. მაშინაც კომუნისტური რეჟიმი იჭერდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, პოლიტიკოსებს, აქტიურ ადამიანებს. და რაღაცა საშინელ ციხეებში და იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ შედეგი საბოლოოდ რა დადგა? ქართული ხალხის ერთადგომა მიგუყანა გამარჯვება. იქვე ვართ ეხლაც. ეხლა სპასუსული რეჟიმი, რომელიც მის ხელთ არსებული ყველა მეთოდით იბრძვის, როგორც ქართული ხალხის გაუტეხელობა, პრინციპულობა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა უნდა მიგუყანოს გამარჯვება და ესეც იქნება ვარ დარწმუნებული ამ ყველაფერში. დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი კირთაძე, პარტია ახალის ლიდერი, ერთ-ერთი ლიდერი. კონსულტაცია ჩვენს პირდაპირ ეთერში ეს ბათუმის საპროტესტო აქცია პროტესტის 177 საღამო როცა მოქალაქეები ისე მართავენ საპროტესტო აქციას ტრადიციული შეკრების ადგილზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოვიდნენ მოქალაქეები დღესაც და ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში რა თქმა უნდა არალეგიტიმური მთავრობის წასვლას გადადგომას და პირველ რიგში და უმთავრესი მოთხოვნა რაც ჟღერდება ყველაზე ხმამაღლა და მკაფიოდ ამ საპროტესტო აქციებზე ეს არის თავისუფლება სინდისის ტყვეების თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს მათ შორის მზია ამაღლებელ ჟურნალისტს რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში საქართველოში მას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თქვენუსმეთ გზავნილებს ბათუმის საპროტესტო აქციაზე 177 საღამოს მადლობა ყურადღებისთვის დროებით